დღეს საქართველოს პრეზიდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის პარალელურად კი იმართებოდა აქცია, რომელსაც ყოფილი პოლიტპატიმრები მართავდნენ. მათი მიზანი პრეზიდენტთან შეხვედრა იყო, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. აქციას სტუდენტების ის ნაწილით შეუერთდა, რომლებმაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე შესვლა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება თავად სტუდენტებს, მათი ნაწილი შეხვედრით უკმაყოფილო იყო, რადგან რიგ კითხვებზე პრეზიდენტისგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს და ამასთან მათი აზრით შეხვედრაზე მყოფი სტუდენტთა ნაწილი იქ წინასწარ შერჩევით მოხვდნენ. მის შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდებოდა და გუშინდელმა შეხვედრამაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი ნახეთ ჩვენს 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. იმის შემდეგ, როდესაც წამოვიდა მწვავე კითხვები, რაც სავარაუდოდ არ ელოდებოდნენ, მოხდა ისე, რომ არ ქონდა შეიძლება ბევრ სტუდენტს ჩვენი პოზიცია გამოგვეხატა და ის კითხვები დაგვეს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაწუხებს და ჩემი აზრით მალეც მორჩა ეს ყველაფერი და ამ დროში იყო შეზღუდული. მე უკმაყოფილო ვარ ამ შეხვედრით, იმიტომ რომ ამომწურავი პასუხები ვერ მივიღე. თითოეულ კითხვას სათითაოცება პრეზიდენტი პასუხს, ყველა საკითხზე გააცა პასუხი, უბრალოდ აქ არის ერთი დეტალი გასათვალისწინებს, რომ თქვა კითხვა თუ იყო დიდი მოცულობითი, შესაძლოა რომ რაღაცაზე ვერ გაცემოთ დანარჩენში. დანარჩენი ყველაზე შინაარსობრივ პრეზიდენტმა გააცა პასუხი. მე პირადად დადებითად ვარ განწყობილი დღევანდელი შეხვედრის მიმართ. შტაბიშლება დამრჩა ისეთი, რომ სტუდენტები იქ სპეციალურად მომზადებულები იყვნენ და ასე ვთქვათ, კბილი კითხვებით იყვნენ იქ მისულები. მე მას ვკითხე, რამდენად ნორმალური იყო და ხელი და ხო არ გაექცა, ასე ვთქვათ, სადავეები, როდესაც ის ამბობდა, რომ შეიძლება ბრჭყალებში, თუმცა მაინც ამბობდა, რომ მე ამ კადრების შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და სხვათა შორის მან ახსენა, რომ არ იყო ეს კადრები ისეთი მნიშვნელოვანი.